ქალბატონი ირმა ნადირაშვილის კანდიდატურა დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად. კენჭი უყაროთ ამ საკითხს ღია კენჭის ხრით, ვინ არის მომხრე, რომ ქალბატონი ირმა ნადირაშვილი იყოს არჩეული. ერთხმად დიდი მადლობა. მადლობთ. გილოცავთ ქალბატონ ირმა, იმედია რომ ვითანამშრომლებთ აყოფიერად. მეორე საკითხს უკვე ვაგრძელებთ კულტურის და განათლების კომიტეტთან ერთად. გაერთიანებული კომიტეტის ხდომაზე პირველ რიგში განსახილველი საკითხი გვაქვს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების და დიასპორული გაერთიანებების წინაშე არსებული გამოწვევები. დღეს მოხსენებელი გვყავს დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრი სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი მამუკა არეშიძე. გთხოვთ ბატონო მამუკა. ბატონი მამუკა ყურადღებას გაამახვილებს განათლების, მეცნიერების, კულტურის, ისტორიული მემკვიდრეობის, ჯანმრთელობის დაცვის და ასე შემდეგ თან არსებულ გამოწვევებს. გთხოვთ ბატონო. მაგრამ მე მგონია რომ ყურადღების გამახვილების თვალსაზრისით აი ამ საკითხებზე გამარჯვებათ ადგილობრივი წარმომადგენლებიც იტყვიან თავის სიტყვას. აქედან გამომდინარე მე უბრალოდ მინდა რამოდენიმე პოლიტიკურ შემადგენელს გაუსვა ხაზი, რომელიც აი ამ საკითხებზე, რომელიც ბატონმა ზვიადმა ჩამოთვალა, მიმულია. ეხლა ეს რომ ისტორიული საქართველოს ტერიტორია იყო, ამაზე მე მგონი აქ სთომ საზოგადოებას არ დაჭირდება ბევრი ასე ვთქვათ ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ რამოდენიმე სიტყვას მაინც ვიტყვი და მინდა უბრალოდ დინამიკას გადაავლოთ თვალი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ცნობიერებაში რა ხდებოდა მე-16 საუკუნეებიდან მოწყებული, განსაკუთრებით 1600-იანი წლებიდან დაწყებული, როგორ ხდებოდა ამ კუთხის ჩამოშორება სხვადასხვა მიზეზთა გამო საქართველოსგან, როგორ ხდებოდა იქ ჩამოსახლება ჩრდილოეთ კავკასიური დაღესტნური ტომების და ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებია ბევრი, ახლა ამის მოყოლა ალბათ აქ ლექციას სასაკითხად არა ვარ მოსული და არც თქვენ არ ხართ მობრძანებული ამისთვის, ბუნებრივია, მაგრამ პროცესი ძალიან ღრმად წავიდა აი ამ 4 საუკუნის განმავლობაში. იქ ხდებოდა მოსახლეობის როგორც დაღესტანიზაცია თუ შეიძლება ასე ითქვას, მერე შემდეგ უკვე თურქიზაცია. ამიტომ არის მოსახლეობა ესეთი ეკლექტური ამ ფორმით, რომ არიან ქრისტიანი ქართველები, არიან მუსულმანი ქართველები. იყო იქ მეფის რუსეთის პერიოდშიც კი ესეთი დიფერენცირებული მიდგომა იყო ამ საზოგადოებების მიმართ. ხშირ შემთხვევაში იქაური ადმინისტრაციის ხელმძღვანელების, მათ შორის ქართველების, ისეთი როგორც იყო მაგალითად შალიკაშვილი, მიმოწერას რო გადახედო, საბეჭდილება შეგექმნება, რომ ადამიანები აზერ არიან, სად არიან და რა კუთხესთან აქვს საქმე, რა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე. და სხვა შორის ეს ეკლექტური მიდგომა გაგრძელდა კიდევაც მიუხედავად იმისა, რომ საკულტურო ნაგებობები იყო იქ ისტორიული ბუნებრივია და ეხლაც არის, მიუხედავად იმისა, რომ შენდებოდა ახალიც ერთიანი მიდგომა ამ ტერიტორიის მიმართ და ასე ვთქვათ ადამიანის ეთნიკური ჯგუფის, იქ მაცხოვრებელი ისტორიული ეთნიკური ჯგუფის ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პრაქტიკულად ცოტა რამ კეთდებოდა. მე უბრალოდ ვხსნი, რატო ხდებოდა იქ მაცხოვრებელი ქართველების ასე ვთქვათ ეთნიკური სურათის შეცვლა. ეს პროცესი იყო ძალიან ხანგრძლივი. სხვა შორის ეს პროცესი ბუნებრივია, ხელშეწყობილი იყო ადგილობრივი ადმინისტრაციის მხრიდან, ან სასულიერო პირების მხრიდან, არა მარტო ხელშეწყობილი, ეს ხდებოდა გარკვეულწილად. მე მიაქციეთ ყურადღება რბილად ლაპარაკობ. იმიტომ რომ მაინც პარლამენტის შენობაში ვიმყოფებით, თორემ სურათი ბევრად უფრო ტრაგიკული იყო ამ საუკუნეების განმავლობაში. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ საქართველოსგან პრაქტიკულად ჩამოცილებული როგორც ტერიტორია, ისე ხალხი ჯერ კიდე მე-20 საუკუნის დასაწყისში და 1919 წლებში, როდესაც მოხდა ცნობილი მოვლენები, ანუ
რუსეთის რევოლუცია, ცარიზმის დამხობა, მაშინ როცა შეიქმნა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე უკვე გაიგზავნა დოკუმენტი ოფიციალური აზერბაიჯანის მხრიდან, ეს იყო დამოუკიდებელი აზერბაიჯანი, სადაც მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ზაქათალა, ჭარბელაქანი, აი ეს კუთხე მთლიანად შესულიყო აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ახლა დაარსებული რესპუბლიკის შემადგენლობაში. სხვა შორის იქ მოთხოვნილი იყო ახალციხეც და აჭარაც. რომ შესულიყო, ესე იგი სადაც ცხოვრობდნენ მუსულმანები ამ კავკასიაში, ყველანი შესულიყვნენ აზერბაიჯანის შემადგენლობაში. საინტერესოა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მესუარებსაც დაახლოებით იგივე ტერიტორიებზე ჰქონდათ პრეტენზიები. მოკლედ ეს მოხდა ყველაფერი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, თუმცა ეს არ განხორციელდა, მაგრამ იმავე წლებში 1920 წელს როცა შეიქმნა დაიდო პირველი ხელშეკრულება და როდესაც რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, ამ ნიუანსებს მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ამახვილებ ყურადღება იმათთვის, ვინ შეიძლება ნაკლებად არის ჩახედული საქმეში. აი ამ დოკუმენტში უკვე მიჩნეულია 1920 წლის 7 მაისის დოკუმენტში მიჩნეულია, რომ ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ზაქათალის ოლქი. შემდეგში ეს დოკუმენტი დამტკიცდა, უფრო გამყარდა, ესე იგი საქართველოს და რუსეთის შორის, მაგრამ 21 წელს უკვე პირველი დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქართველოში და აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების მიერ, 5 ივლისის დოკუმენტი იყო, იქ უკვე, ასე ვთქვათ, ამ დოკუმენტში უკვე ზაქათალის ოლქი მოხდა აზერბაიჯანის შემადგენლობაში და 5 ნოემბერს ხელი მოაწერეს იმავე წლის ბუდუმდივანმა სხვადასხვა მაშინ გაიმართა თბილისში რევკომის ხდომა და ამ ხდომაზე ორჯონიკიძის პოზიცია იყო ზუსტად აი ეს, რომელზეც დამთავრდა 21 წლის 5 ნოემბრის ამ დოკუმენტზე ხელმოწერა. მოკლედ ასეა თვისი, იქიდან მომდინარე ეს იყო აზერბაიჯანის შემადგენლობაში. 30-იან წლებში ქართული სკოლები სოციალისტ ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ ინგილო ხალხის ეხლა მე უკვე ტერმინოლოგიაზე არ დაგელაპარაკებით, ხა იგი კაკე ელისენი, ეს ზაქათალა, ეს ტერმინი ინგილო, ჰერეთი, ყველაფერი ეს ერთ და იგივე კუთხეს მიგვანიშნებს. ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ ჩვენი წინაპრები რეალურად აფასებდნენ ამ კუთხის მნიშვნელობას დანარჩენი საქართველოსის და ამ კუთხეზე განსაკუთრებული მოამაგე ადამიანი მოსე ჯანაშვილი არის დაკრძალული სხვადასხვა მთაწმინდის პანთეონში. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმისთვის, რომ დანარჩენ საქართველოსთვის ყოფილიყო ჯერტი ქართველ იქ მაცხოვრებელ ქართველებს ეგძნოთ თავი საქართველოსგან განუყოფლად და მეორეც ერთი რომ დანარჩენ საქართველოს ცოდნოდა რა არის ინგილო, ვინ არიან ეს ქართველები, რომლებიც იქ ცხოვრობენ. 30-იან წლებში ქართული სკოლები არსებობდა იქ და არსებობდა მასიურად. შემდგომში მოხდა ამ ქართული სკოლების შევიწროება, განათლების სისტემაზე ლაპარაკი 60-იანში ისევ გაიხსნა და მე ახლა რატომ მიმყავს საუბარი ასეთი კუთხით, იმიტომ რომ დღევანდელ სურათამდე მარტივად მივიდე. ეხლა რამოდენიმე ხნის წინ უბრალოდ საბჭოს დამოუკიდებლობის პირობებში დამოუკიდებლობის მიღებამდე ბრძოლა იმისათვის, რომ ქართული სული ამ რეგიონში არ ჩამკვდარიყო, სულ მიმდინარეობდა. ყოველთვის აღმოჩნდებოდა ხოლმე საქართველოს ხელისუფლებაში ადამიანი, ვინც თავს გადადებდა ხოლმე ამ საქმისთვის, იმისთვის, რომ ლობირება მოეხდინა ინგილოების ინტერესებისა და რომ იქ ყოფილიყო კულტურული დაწესებულებები, სკოლები და ასე შემდეგ და ჯანდაცვის სისტემას ემუშავა ნორმალურად და ასე შემდეგ. ამის შედეგი იყო ის, რომ ალიბელოში არსებობდა სახალხო თეატრი, ამის შედეგი იყო ის, რომ კახში არსებობდა კულტურის ცენტრი, სხვა შორის ჩემი კურსელი, მე თეატრალური მაქვს დამთავრებული საქმისთვის, რომ იცოდეთ მაინც, ანზორ დოლენჯაშვილი იყო იქ ხელმძღვანელი და მე ვთვლი, რომ იმ კულტურის ცენტრმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა თავის დროზე, იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყო ეს სული და ქართული სული და ყოფილიყო იქაური ახალგაზრდობა კონსოლიდირებული ამ ქართული ენისა და კულტურის გარშემო და ქართულად ეგზნო თავი რაც თავარია.
შემდგომში მოგესალმება დაიწყო ეს კულტურის სახლი, მერე თეატრის მუშაობაც გაჩერდა. საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგომარეობა შეიცვალა 90-იან წლებში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა დახმარება ამ კუთხის. ახლა დღეს ინგილოებს რო კითხო, ისინი გეტყვიან აუცილებლად, რომ პრაქტიკულად საქართველოს მიტოვებული ყავს ეს კუთხე. და მე ვერც გავამტყუნებ ვერცეთ მათგანს, იმიტომ კი არა, რომ მართლა თქვა ბოლომდე ესეა, უბრალოდ გარკვეული პოლიტიკური ესეთი სიტუაცია, კონიუნქტურა არსებობს. მე არ მინდა ფრჩხილები გავხსნა, რომელიცაც გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ისეთი ყურადღება, როგორი საჭირო ამ კუთხის მიმართ ნამდვილად არ არის. შორის თუ ადრე არსებობდა ტერმინი ქართველი, თქვა იქაურ დოკუმენტებში ქართული სკოლა. დღეს არის ინგილოური სკოლა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვათ საქართველოში იყოს ანალოგიური სიტუაცია, რომ სკოლას, რომელიც არის მარნეულის რაიონში, ეწეროს ბორჩალოს სკოლა მაგალითად რა. ან აზერბაიჯანის სკოლას გულისხმობს. ან სხვა ამ დაგვარს. ეს გამორიცხულია, იქ არის. იგივე მდგომარეობა, აი თქვათ, ეხლა რაც შეეხება ცენტრალურ ხელისუფლებას საქართველოსი და ურთიერთობას, ეხლა იქ შეზღუდული რო არის წიგნების შეტანა, იცით, მაგრამ იგივე მდგომარეობა ვთქვათ, არსებობს ხელშეკრულება, რომელიც მე ნახე, ეს არის განათლების სამინისტროსა და წინა ხელშეკრულება დადებული რამოდენიმე წინა ხელისუფლების დროს, ეს რომელიც მიხედვითაც ისე დელიკატური მიდგომა ამ თემის მიმართ, წიგნების შეტანა ამოდანასთან დაკავშირებით, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს ისტორიაში სახელმძღვანელოებს ეხება ეს ყველაფერი. რამდენად სრულდება, მე გამიჭირდება ამის თქმა. და საერთოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან რთული ვითარება საგანმანათლებლო ნაწილში იმ თვალსაზრისით, რომ სკოლები პრაქტიკულად იხურება განსაკუთრებით იმ კუთხეში, სადაც ცხოვრობენ ქართული მუსულმანები. ხო და სექტორალური სწავლაა შემოღებული სექტორალური სწავლა, რომელიც პრაქტიკულად არაეფექტურია და აბსოლუტურად ფორმალურ ხასიათს ატარებს. არის სკოლები იქ, სადაც მე ესეთი მე არ ვიცი ახლა როგორ ხდება ეს ამბავი, მაგრამ პირველი და მეოთხე კლასელები მაგალითად ერთად სწავლობენ და ეს არის ასე თუ ხსნიან იმით, რომ ეს სიმცირეა მოწაფეების და აქედან გამომდინარე ჯობია ყველამ ერთად ისწავლოს. ნონსენსია, მაგრამ არის ასეთი შემთხვევებიც. ხო და ეხლა ის რომ სახელები და გვარები წლების განმავლობაში შეიცვალა და პრაქტიკულად ქართულ მუსულმანებში, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ქართული სახელი და გვარები იშვიათია და ჭირს სახელის და გვარის დარქმევა, ალბათ იცით ამის თაობაზე. ეს ერთგვარი სოციალური მოვლენაა, სოციალურ-პოლიტიკური, თუ გინდა დავარქვათ, მე ვიცი რომ ისეთ რამეს ვამბობ, რომელიც შეიძლება ბევრისთვის ასე მოსასმენი არ იყოს. მავანისთვის ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რეალობა ასეთია. ჯანდაცვის თემას რაც შეეხება და ცენტრალური საქართველოს ხელისუფლებისა და ამ ადამიანების ურთიერთობას, ჯერ საგანმანათლებლო სისტემის თვალსაზრისით ვთვლი, რომ ბევრად უფრო მოქნილი მიდგომა პოლიტიკა უნდა იყოს, კვოტირების პოლიტიკამ არ გაამართლა როგორც ჩანს, არ გაამართლა იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, განათლების დონე, თქვათ, რბილად ვთქვათ, არის დაბალი. მოკლედ, გულისმიერად უნდა მიდგომა ყველაფერს. ადამიანი ჩამოდის იქიდან, მართალია მას კვოტა აქვს უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ განათლების დონე აქვს დაბალი, რიგი მიზეზების გამო და ამაში რდება ამაღლება, ამაში რდება შესაბამისი სიტუაციის შექმნა. ამაში რდება შესაბამისი, ასე ვთქვათ, ხელხარდაჭერა იმისათვის, რომ მან შემდგომში უფრო მეტი საგანმანათლებლო ბაზა შექმნას და უფრო მარტივად გაიაროს გზა დიპლომამდე. აქ ფორმალიზმის ნიშნები აშკარად ჩანდა და აქედან გამომდინარე პრინციპში კვოტირებული ადამიანი აბარებდა, მაგრამ ის განსაკუთრებულ განათლებას ვერ იღებდა და შესაბამისად დიპლომს იღებდა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ იყო ამ კუთხის შვილი და დასაქმების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები ექნებოდა, არა მხოლოდ იქ, არამედ აქაც. ეს მასობრივად ხდებოდა, ხა ცალკეულ შემთხვევებზე არა მაქვს ლაპარაკი. ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მძიმე ვითარება ამ თვალსაზრისით. 3 ექიმია, მაგალითად კახში, რომლებიც კვალიფიკაცია ეჩ-ს არ იწვევს, შეიძლება ითქვას. დანარჩენ კუთხეებში ალიბეგლო იქნება ეს თუ სხვა.
ექიმების კვალიფიკაცია ძალიან დაბალია. მე შემიძლია უბრალოდ სტატისტიკის მოყვანას ამის თაობაზე არ დაგრელი ციფრების, გეტყვით უბრალოდ ამ რაიონის მკვიდრი, გინდა ქართველი, გინდა აზერბაიჯანელი და გინდა დაღესტნელი, რამდენი ჩამოდის საქართველოს კლინიკებში სამკურნალოდ. აქედან გამომდინარე, სურათი გასაგებია, რომ ჯანდაცვის დონე ძალიან დაბალია. ეხლა ჯანდაცვა ვახსენეთ, პოლიტიკური შემადგენლებს ვახსენეთ და განათლება ვახსენეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვამბობ, ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რაც არის სიტუაციის დაახლოებით 10%. ვცდილობ, რომ უფრო დელიკატური ვიყო, აი ამ ტრიბუნას რაც შეესაბამება, მაგრამ მე ამ შემთხვევაში სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. დღეს ჩვენ კომიტეტის თქმის დაწყებამდე ქონდა საუბარი იმის თაობაზე, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ, საერთოდ ბუნებაში არ აინტერესებთ, არსებობენ თუ არა, არსებობს თუ არა ასეთი ცნება ქართული ემიგრაცია. ყოველ შემთხვევაში აქ რადიოს თემაზე იყო ლაპარაკი, როცა გააჩერეს რადიო გადაცემა ემიგრანტთა გზები. ეს ეხება ძირითადად იმ ემიგრაციას, რომელიც არის გაფანტული მსოფლიოში და აბსოლუტურად სწორია ეს მიდგომა. მე ფიქრობ, რომ ძალიან მკაცრად უნდა მოეთხოვოს შესაბამის სტრუქტურებს. შესაბამის სექტორის კი არ კონკრეტულ ადამიანებს, რომელიც საზოგადოებრივ ტელევიზიას ხელმძღვანელობენ ამ გადაცემის გაჩერებისთვის. მაგრამ ამ შემთხვევაში მე სხვა რამეზე მაქვს ლაპარაკი. ჩვენ ევროპულ ემიგრაციაზე ვამახვილებთ ყურადღებას ამ დროს ჩვენი საზღვრის გასწვრივ, მთელი საზღვრის პარამეტრზე. საუკუნეებია უკვე დაწყებია ვაკვირდებით დეკართველიზაციის პროცესი. თუ ვთქვათ, სამხრეთით ეს პროცესი კარგად ხდის დამთავრებულია სამწუხაროდ. ეხლა ჩვენ თვალწინ ხდება აი ამ კუთხეში, საინგილოში დეკართველიზაციის პროცესი და ჩვენ ამას ვუყურებთ. ან არ ვუყურებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ხდება. არა მარტო საქართველოს საზღვართან ხდება, არამედ ხა ჩვენ გვაქვს ორი ესეთი მწვავე რეგიონი, ერთი საინგილოა, მეორე არის გალის რაიონი. სადაც აი დეკართველიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ამ რეალობაში ცხოვრობ და პრაქტიკულად გადამწყვეტ სიტყვას ვერ ვამბობთ. ჩვენ ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ არა მხოლოდ პარლამენტს და მთავრობას, არამედ საზოგადოებასაც. იცით რა არის, მე არ მინდა რომ ჩავერიოს სხვის კომპეტენციას, ვიცი რომ ჩემს მერე გამოდის საზოგადოება ჰერეთის სახლის, ხო, თუ არ ვწდები იმის ხელმძღვანელი, რომელიც დეტალურად მოგახსენებთ რეალურ მდგომარეობას. უბრალოდ მე ერთ სასიამოვნო ფაქტს გეტყვით, ალბათ საქართველოს ელჩი იყო ჩასული ამ რამოდენიმე დღის წინ საინგილოში და შეხვდა ადგილობრივებს, განსაკუთრებით ეს კახში მოხდა, აზერბაიჯანის ხელისუფლების ხელშეწყობით მოხდა, მაგრამ განსხვავებული მიდგომა იყო. კახში ერთი მიდგომა იყო, ალიბეგლოში მეორე, ალიაბადში უკაცრავად მეორე. ეს აქეთ ქრისტიანები ცხოვრობენ, აქეთ მუსულმანები ცხოვრობენ, მაგრამ მე არ მახსოვს ასეთი ენერგიული ჩასვლა საქართველოს ელჩისა ამ რეგიონში. იქ ბევრი ისეთი რამე ითქმა, რაც ადრე არ თქმულა. მე უბრალოდ მომივიდა ინფორმაცია თვითონ ამ კუთხიდან იმის თაობაზე, რომ ეს ჩაითვალა ერთგვარ დადებით სიგნალად, რომ აი რაღაცას ეთყობა აპირებს საქართველოს ხელისუფლება იმისათვის, რომ ჩვენი მდგომარეობა შეიცვალოს, ასე თვლიან ისინი. დამყარებენ გარკვეულ იმედს კიდე იმ ვიზიტზე, რომელიც შედგება ამ დღეებში ბაქოში, საქართველოს პრეზიდენტისა, სალომე ზურაბიშვილის. მე გარკვეულად ვთვლი, რომ ბალში ვარ ამ კუთხის მიმართ, უამრავი ნათლული მყავს იქ და უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ფეოდალური გვარი, რომელმაც საინგილოს დაკარგვაში სამწუხაროდ წვრილი შეიტანეს, ჩემი გვარია თავის დროზე და ჩვენი გვარი იქიდან არის, ჰერელები ყოფილვართ ადრე მე-15 საუკუნეში და აქედან გამომდინარე, რადგან ბალში ვარ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მეტი ძალისხმევა მჭირდება მე პირადად ქართულ საზოგადოებასთან ერთად. არ გაგიკვირდეთ, რაც მე ვთქვი, ბევრმა თქვენთაგან ეს გადასარევად იცის, მაგრამ ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა საერთოდ უნდა უნდათ იცის რა არის საინგილო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის კუთხე, სადაც დღეს კალთან ერთად მიმდინარეობს დეკართველიზაციის პროცესი, ცნობიერების შეცვლა და კარგავთ უზარმაზარ მასას ადამიანებისა, რომელსაც
აბსოლუტურად სხვანაირად აქვს მოწყობილი გონება და ხშირ შემთხვევაში ჩვენზე უფრო მეტი პატრიოტია, ვიდრე ჩვენ ვართ. მე დავამთავრე. მადლობთ.